ლეიბორისტული პარტიის ზესტაფონის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კითხვები აქვს. პირველი მათგანი ქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეში შადრევანის განთავსებას ეხება. კახა კვერეხაძე კითხვას სვამს, რატომ არ იყო ჩასმული თავის დროზე ეს დეტალი პარკის რეაბილიტაციის პროექტში, რომელიც $1,000,000 ლარზე მეტი დაჯდა. 2 წელზე ცოტა მეტი არის გასული, რაც ირინეს პარკის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი იყო $1,000,000 ლარზე მეტი. ეხლა სადაც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ძველი გაკეთებული და ჩვენიდან ხელმარცხნივ არის ახალი გაკეთებული არის სკეით მოედანი, კალათბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. აი ამ ადგილზე ასევე იყო საჭიდაო მოედანი, ნახევარსაჭიდაო მოედანი, რომელიც საერთოდ აიღეს და არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ და უბრალოდ მაინტერესებს რა დაჯდა $1,000,000 ლარზე მეტი. ჩვენი მერის მოადგილე როცა მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობდა რამოდენიმეჯერ სიუჟეტი მაქვს გაკეთებული აი ამ ირინეს პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომ ხან იმას გვატყუებდა, ხან იმას გვატყუებდა. ეხლა კიდევ შევხედოთ და ეხლა როგორც მომაწოდეს ინფორმაცია აკეთებენ ფანტანს. კი კარგია, რაზეა საუბარი, ფანტანი უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს პარკში ფანტანი, მაგრამ როცა 2 წლის წინ ხდებოდა პარკის რეაბილიტაცია, ხო შეიძლებოდა პროექტი გაეკეთებინათ, ისე რომ ეს ფანტანი მასში ჩასმულიყო და გაკეთებულიყო. ეხლა უკვე ეს ვერსად ვერ მოვძებნე, არ იძებნებ არ შესყიდვებში, არ ტენდერი, მე თვითონ ვერსად ვერ ნახვე და თუმად თუ აქვს გაკეთებული რაიმე არ ვიცი, ეხლა გაკეთებენ. როცა უკვე ეხლა აქ უნდა მოიტანოს, წყალი უნდა მოიყვანონ, თავისთავად ელექტროენერგია, უნდა მოვიდოს კანალიზაცია უნდა გააკეთონ თავისთავად, რომ შემდეგ აი ეს ფანტანი დაიცალოს და ვერ გავიგე რას აკეთებენ. უკვე ჩემი აზრით ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ჩაფლული არის კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში. მეორე კითხვა პარკში რამდენიმე წლის წინ განთავსებულ ამ დრომდე უფუნქციოდ დარჩენილ ატრაქციონებს ეხება. სულ რაღაც 2 თვე იმუშავა სატესტო რეჟიმში და იმის შემდეგ საერთოდ აღარ განძრეულა, მხოლოდ და მხოლოდ როცა გამოთქვამ ხოლმე პროტესტს ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს რამოდენიმე დღით 2-3 დღით გააკეთებენ, ჩართავენ და ბავშვები მოდიან ხოლმე ახლა ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ ბავშვები დამინახია, მოუყვანიათ მშობლებს და ბავშვები უყურებენ და ფაქტიურად ატრაქციონები არ მუშაობენ. ნუ თუ რა გახდა რამოდენიმე ადამიანის გამოყოფა აი ამ ატრაქციონებისთვის, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას როცა იმის თავი არა აქვს, რომ უბრალოდ აი ატრაქციონები, რომლებიც ფეროვის ჯორჯიან მანგანეზმა აჩუქა და გადმოცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ იმის თავი როცა არ აქვს ზესტაფონის მერიას, რომ აი რამოდენიმე ადამიანი ნახონ და აი აქ დაასაქმონ და უბრალოდ თავის თავი რომ აინც ირჩინოთ, აი ამ კაი მოგებას თავი დავანებოთ, რაზე არის საუბარი. ამიტომ მათმა უნდა დატოვონ თანამდებობები და წავიდნენ ვადაზე ადრე, თორემ როდესაც არჩევნები იქნება, კი გაუშვებენ მას თავისთავად პოლიტიკურ მოუსავლეთში. ანალოგიური სიტუაცია აი პარკს რომ გადავხედოთ, როცა რეაბილიტაცია გააკეთეს ჩვეულებრივად, სანამ რეაბილიტაცია ჩვეულებრივად იყო განათებები პარკში და უყურებთ უკვე რომ თავისთავად გამქრალი არის ეს განათებები. საერთოდ აღარ ანათებს აღარაფერ და რამოდენიმეჯერ, როდესაც უკვე პროტესტი გამოთქვი, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურს დაავალეს, ჯერ რატო დაავალეს მათ და რამოდენიმე ხეზე მიამაგრეს, ესე რომ ვთქვათ, გლეხურად სანათები და ალაგ-ალაგ არის განათებული პარკი და სირცხვილი მათ ლიკვიდაცია გააკეთონ და დატოვონ კაბინეტები გამოვიდნენ, თორემ მივალ აი იქ და ბოქლობს დაუდებ, რომელიც როცა ეს სახელურიც არა კარებს, მაგრამ ისე გავაკეთებ, რომ ბოქლობს დაუდებ. თუ შიგნით იქნებია, გარეთ არ გამოვშვებ და თუ გარეთ იქნებია, შიგნით არ შევუშვებ. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის კითხვებს ვიცე-მერმა გიორგი ჯუღელმა უპასუხა. მისი თქმით, შადრევანის განთავსება ირინეს პარკში რეაბილიტაციის პროექტის კორექტირების შედეგად მოხდა, რაც შეეხება ატრაქციონებისა და სველი წერტილების საკითხს. გიორგი ჯუღელის ინფორმაციით, საკრებულოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ორივე მათგანი ამ ეტაპზე გასხვისდა და ფუნქციონირებასაც მალე შეუდგება. მან პარკში ღამის განათების საკითხზეც ისაუბრა. 2023 წელში დაიწყეს ირინეს პარკის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია შედგებოდა 2 პროგრამიდან, ანუ პირველი პროგრამა იყო რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა აქტიური ნაწილი, ირინეს პარკის აქტიური ნაწილი. ამის შესახებ იცის მოსახლეობამ და ყველამ აბსოლუტურად, რომ მოწყობილია სკეიტბორდის, ჩოგბურთის, კალათბურთის და სხვადასხვა სავარჯიშოები. შესაბამისად, პირველი ეტაპი განხორციელდა, დასრულდა სამუშაოები. მეორე ეტაპზე შესაბამისად დარჩენილ ტერიტორიაზე, რომელსაც პასიური ტერიტორია ქვია, სადაც უფრო კულტურული დასვენების თვალსაზრისით უნდა განხორციელებულიყო
პროექტი. განიცადა პროექტმა კორექტირება, შესაბამისად 2024 წელს მოხდა ხელახალი მისი ხარდაღრიცხვის შედგენა და საკმაოდ დაბალ ბიუჯეტიანი არის, არ მოიცავს დიდ თანხებს. მოწყობილი იქნება პატარა ფონტანი, იმიტომ რომ არ არსებობს სკვერი და არ არსებობს არც ერთი პარკი, სადაც არ იყოს ზაფხულში გამაგრილებელი მიკროკლიმატის შექმნილი პატარა ჩანჩქერი ან ფონტანი და გადაწყდა და გაკეთდება ფონტანი. პარკი დიდი ხანი არის გამორთულ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მათ არსებული ღამის განათების ბოძები არის უკვე ამორტიზირებული, გაკეთებულია რამოდენიმე ათეული წლის უკან. ამ პერიოდში, იმ პერიოდისათვის არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება და არ მოეწყო ინდივიდუალური მიწება, იმიტომ რომ აღნიშნული ღამის განათება იქ უკვე საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობისათვის. ეხლა მით არის გამორთული, მოხდება თითოეულ ბოძზე თავისი დამიწების გაკეთება, რომ იყოს უფრო უსაფრთხო, როგორც მოითხოვს დღევანდელი სტანდარტები. ატრაქციონებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ატრაქციონები ჩვენ გადანილი ქონა საგრებულოზე, ვეთხოვეთ მისი იჯარით გაცემის შესახებ. დაგვთო საგრებულო ნება, რამე თუ იქ არსებული დღევანდელი სიტუაცია ჩვენი საშტატო განაწესიდან გამომდინარე გაცილებით უფრო მეტ თანხებთან იყო დაკავშირებული. მისი მექანიკის, ელექტრიკის, ელექტრიკოსის, მოლარის, დამლაგებლის და იმის შენახვა საკმაოდ კოლოსალურ თანხებთან მიდიოდა. აქედან გამომდინარე ჩვენ გავიტანეთ საგრებულოზე, მოხდა საგრებულოზე შეთანხმება ამ თემის, გამოვაცხადეთ აუქციონი. აუქციონში გაიმარჯვა ერთ-ერთმა შეფესემ, რომელიც უკვე ჩამოვიდა და აწესრიგებს იქ არსებულ სიტუაციას ჩვენთან ერთად, რამე თუ ერთობლივად ვუტარებთ მას რევიზიას და ვაკეთებთ მიღება-ჩაბარების აქტზეც და ეს არის დაჩქარებულ ტემპებში 1 აპრილიდან, რომ ჩვენმა პატარებმა და მოსახლეობამ მიიღოს ზესტაფონში კიდევ დამატებით ახალი სერვისი, რასაც ატრაქციონები ერქმევა და ის უკვე მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს. ამ პროცესს, როგორც ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ქართველი ხალხი დიდი ხანია ელოდება. ნაციონალურმა მოძრაობამ მისივე თქმით პასუხი უნდა ააგოს იმ 9 წლიან მმართველობაზე და იმ ძალმომრევით პოლიტიკაზე, რომელსაც ის აწარმოებდა. გამომდინარე აქედან, მამუკა მოდებაძე ლოგიკურს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის 27 მარტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. საგამოძიებო კომისიის მუშაობას ყველა თვალყურს ვადევნებთ, ამ პროცესს ძალიან დიდი ხანია ქართველი ხალხი ელოდება იმას, რომ იმ დანაშაულებებზე ნაციონალურმა მოძრაობამ აგოს პასუხი რა დანაშაულებს იმ 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე, ამ წინა კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადებაც ლოგიკურია. დანარჩენს კომისია თვითონ გამოვიტანს საბოლოო დასკვნას, თუ როგორ დამთავრდება, მას ჩვენ ყველა შევხედავთ. რაც შეეხება ხა ნაციონალურ მოძრაობას, ეს უბრალოდ ფაქტები უნდა დადოსვა, ყველამ კარგად იცის თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი და თუ რასთან რა გქონდა და რას გადაგვარჩინა 2012 წელს ქართულ მოუწნევა და ბიძინა ივანიშვილის გუნდმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარის მოპოვება ბუნებრივია თავად ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგანაც გვინდოდა, თუმცა მათი ლიდერების ჩაწერა ვერ შევძელით მათსავე უდროობის თუ სხვა მიზეზების გამო.